დონალდ ტრამპის თქმით, ლოს-ანჯელესის არეულობაში მონაწილე დემონსტრანტები, რომლებიც პოლიციელებს ქვებს ესვრიან, ცხოველები და დაფინანსებული აგიტატორები არიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტი განმარტავს, რომ არეულობისა და დაუმორჩილებლობის მცდელობის უკან რადიკალი მემარცხენეები დგანან. დონალდ ტრამპის თქმით, იგი სამართალდამცველების მიმართ ძალადობის ფაქტებს არ დაუშვებს. ნებისმიერ ძალადობრივ საპროტესტო ტალღას კი მკაცრი ზომებით უპასუხებს. თქვენ ნახეთ, როგორ ესროდნენ ქვებს პოლიციის მანქანებს, როგორ ჩაუმსხვრიეს ფანჯრები და საფრთხე შეუქმნეს ოფიცრებს. ჩვენ ამას არ დაუშვებთ. სიტუაცია უკონტროლო იყო და პოლიცია მარტო ვერ უმკლავდებოდა. ამიტომაც გავგზავნე ეროვნული გვარდია, რომელსაც შემდეგ საზღვაო ქვეითებიც დაეხმარნენ. რადიკალი მემარცხენეები და დემოკრატები ეწინააღმდეგებიან ამ ნაბიჯს, რადგან არ სურთ ადამიანთა სიცოცხლის და ინფრასტრუქტურის გადარჩენა. როცა ვხედავთ, რომ ბეტონს და ქვებს ესვრიან პოლიციას, სავსებით ნორმალურია ამას სამხედროებით უპასუხო. იქ დაფინანსებული აგიტატორები იყვნენ, გზის სავალი ნაწილი მოანგრიეს და ბეტონი და გრანიტი იარაღებად დაარიგეს. ასეთი რამ აქამდე არ მინახავს. სახეში აფურთხებდნენ. ესენი არიან ცხოველები. ეს ყველაფერი სპონტანურად არ მომხდარა. ეს იყო დაგეგმილი კატასტროფა.